დღეს ჩვენ ვესტუმრებით ინდოეთის ქუჩის მაღალი დონის რესტორანს, სადაც მენიუს მთავარი ვარსკვლავი კვერცხიანი ტოსტია, რომელიც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას მიშლენის რესტორნებს. ჩვენი შეფმზარეული რიტუალს იწყებს გაურკვეველი წარმოშობის ძველი ზეთის დასხმით ანტიკვარულ რკინის ტაფაზე. ეს ტაფა ნამდვილი არტეფაქტია, რომელიც ათასობით კულინარიული ბრძოლის კვამლითაა დალუქული. შემდეგ ისჭრის წიწაკას ხის დაფაზე, რომლის ისტორიაც თავად მზარეულზე ხნოვანია. ამ დაფამ საპონი ბოლოს, სავარაუდოდ, გასულ საუკუნეში ნახა. შემდეგ ის პირდაპირ გზის პირას ნაპოვნ კვერცხებს ფოლადის ჯამში ტეხავს, თქვებს და მასას ტაფაზე ასხამს. კვერცხი იშლება და ერწყმის ტაფის ფსკერზე დალექილ შავ ნადებს, სწორედ ეს ნადებია კერძის სული და გული. ახლა კი სცენაზე მთავარი გმირი გამოდის. სახლში გამომცხვარი კარაქიანი პური. ის პურს შუაზე ჭრის, ნედლ კვერცხში ავლებს და თითოეულ ნაჭერზე საკუთარ თითის ანაბეჭდებს ტოვებს. ხედავთ იმ ვირთხას უკანა ფონზე. დიახ, ის არის ნამდვილი შეფმზარეული, უბრალოდ დროებით ისვენებს. ანაბეჭდები არ გეყოთ. არა პრობლემა, ტოსტის გადაბრუნებისას ის კიდევ რამდენიმეს დაამატებს. და აი დადგა მაღალი სამზარეულოს, სერვირების დროც. მზარეული საავადმყოფოს ნაგვის ურნაში, ნაპოვნი სამედიცინო ბარათის ფურცელს იშველიებს ბოლოს და ბოლოს კვერცხს არაფერი უხდება ისე როგორც საავადმყოფოს ახალი ბაქტერიები. გემოს დასალუქად ის ტოსტს ხელით აწვება. აკურატულ კვადრატებად ჭრის და ზემოდან აყრის იდუმალ სანელებლებს, რომლებიც შეიძლება ჰიმალაიდან იყოს, ან უბრალოდ გზის პირიდან. ეს არის 30 თეთრიანი კვერცხიანი ტოსტი. გასინჯეთ ერთხელ და მიხვდებით, რომ ეს შესაძლოა. თქვენი ცხოვრების უკანასკნელი